მაესტროს ცხრიანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო რეფორმის პრიორიტეტს საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზით სამმა არასამთავრობომ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები შეიმუშავა. მირიან გორგოძე მუშაობდა დღეს თემაზე. მირიან, კონკრეტულად რა რეკომენდაციებზეა საუბარი? ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა, ამომრჩეველთა დაკარგული ხმების მინიმალურ ოდენობამდე შემცირება, ხმის მიცემის სიმარტივე და არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობის გაზრდა. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პრინციპებისა, რომლებიც არასამთავრობოების აზრით უნდა დამკვიდრდეს საარჩევნო სისტემაში მისი რეფორმირების შემდგომ, რადგანაც არსებული საარჩევნო სისტემა და მოდელი შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეს. სწორედ ამ მიზეზით სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ხელისუფლებას და პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის ლელა ტალიურის აზრით, ამ თემების გარდა საარჩევნო სისტემაში კიდევ ბევრი საკითხი საჭიროებს რეფორმირებას. სწორედ ამ მიზნით სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2016 წლის არჩევნებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ არსებული საარჩევნო მოდელი ხარვეზებს შეიცავს და თანამედროვე პოლიტიკურ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ უმოკლეს დროში რეგიონალურ პროპორციული სისტემის განხილვა დაიწყოს. გავითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ მართალია ერთის მხრივ პროპორციულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის თქვათ რაღაც ისტორიული თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ იყოს რეგიონალური წარმომადგენლობაც. ამიტომ იმისათვის, რომ შევაჯეროთ ეს ორი კომპონენტი, თან იყოს პროპორცია დაცული და თან რეგიონებისაც ჰქონდეთ განცდა, რომ მათ ყავთ წარმომადგენლობა, ვფიქრობთ, რომ რეგიონალურ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ყველაზე მეტად პასუხობს აი იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ჩვენ ვდგევართ. ის რომ ამომრჩევლებმა თანაბარი რაოდენობის ამომრჩევლებმა თანაბარი ასე ვთქვათ მანდატების ესე იგი თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები აირჩიონ, ეს პრინციპია დარღვეული, იმიტომ რომ ჩვენთან სხვადასხვა ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად რადიკალურად შეიძლება ითქვას განსხვავდება ერთმანეთისაგან და შესაბამისად ხმის წონა ფაქტობრივად დარღვეულია. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე საკუთარი ხედვები უკვე შემუშავებული აქვთ ინტერპარტიული ჯგუფის წევრ არასაპარლამენტო პარტიებს, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა უკვე გამართეს, თუმცა ამის შემდეგ დიალოგი შეწყდა. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრთა განცხადებით, ხელისუფლება პროცესს განგეპაჭიანურებს. ეს საკითხები უნდა დაიწყოს დღესვე. ამ საკითხებზე მუშაობა უნდა დაიწყოს დღესვე, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჭირდება საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ამ გაზაფხულზე თუ არ დაიწყო, მაშინ შემოდგომიდან გადავა მომავალ გაზაფხულზე. აი მან ჩაერთვება ის საიდნოტის პრინციპი და ხელისუფლება იტყვის, რომ ვაიმე ვეღარ ვასწრებთ. მე ამის ასე ვთქვათ, იმპლემენტაცია, ადაპტაციას ვეღარ მოახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია და ამიტომ მოდით ყველაფერი დავტოვოთ უცვლელად. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ მთლიანად უნდა გავუქმდეს მაჟორიტარული ინსტიტუტი, უნდა გადავიდეთ ერთიან პროპორციულ სიაზე. სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ ასე იგი რეგიონალური პროპორციული სიები უნდა შეიქმნას. შესაბამისად ამის შეჯერება და ერთგვარი თუ შეიძლება ასე ითქვას მიქსის მიღება არის ადვილად შესაძლებელი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმაციით, რეკომენდაციების შემუშავებისას სამუშაო შეხვედრებზე ყველაზე მეტად მმართველი პარტია პასიურობდა, რადგან მათ მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ ჰქონდათ. პარტიისგან განსხვავებით საკუთარი მოსაზრება ჩამოყალიბებული აქვს ქართული ოცნების წევრ თამარ კორძაიას, რომელიც ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა რიგ შემთხვევებში არასამთავრობოების არგუმენტები მისთვის არასაკმარისია. საუბარია ამომრჩეველსა და მაჟორიტარ დეპუტატ შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე, რაც არასამთავრობოების აზრით საარჩევნო სისტემის კიდევ ერთი ნაკლოვანებაა. იმ პრაქტიკამ, რაც მე გავიარე ამ თითქმის 2 წლის განმავლობაში, მაჩვენა ის, რომ საქართველოს სისტემაში მაჟორიტარი ინსტიტუტი ვერ იქნება ვერასოდეს ეფექტიანი, თუ პარლამენტის მაჟორიტარი წევრი მოქმედებს კანონით დადგენილ ფარგლებში. და რატომ? იმიტომ რომ ის საკითხები, რასაც ძირითადად მოსახლეობა ჩემთან როგორც მაჟორიტართან აყენებს, არის ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტ. ყველა პრობლემების 99% უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებს. თუ ახლა ქართული ოცნება
ამ შემთხვევაშიც ისე არ მოიქცევა, როგორც ვთქვათ, მოსმენების კანონზე ან ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომ რასაც თვითონ ამბობდნენ 2012 წლამდე აკრიტიკებდნენ, ახლა იმის დატოვება უნდათ, მაშინ სისტემა ნამდვილად უნდა შეიცვალოს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე წინა ხელისუფლება ვენეციის კომისიასთან ჯერ კიდევ 2010 წელს შეთანხმდა. საერთაშორისო ორგანიზაციების პროცესში თანამონაწილეობას მიიჩნევს პრიორიტეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. თუ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, ეს უნდა იყოს დროული, რათა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციამ, ასევე არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ და ამომრჩეველმა მოასწროს მისი სრულყოფილი იმპლემენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებების აუცილებლობაზე ყველა მხარე თანხმდება, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით 2013 და 2014 წლებში ინტერფრაქციული ჯგუფების ფორმატში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებითი ცვლილებების განხორციელება არ მომხდარა.